როგორ იწყება ერთ-ერთი ჩვეულებრივი დილა ვაკის სოფელში? ესეც უკანამშავში წველის პროცესი. ყოველ დილა საღამო ასე წველიან ძროხებს. აი წველის შემდეგ გრძეს სურათ სეპარატორში. რომელშიც ხდება მისი გატარება და გადმოდის უკვე გასუფთავებული რძე. ეს არის სეპარატორი, სადაც მოწვევის ცხება და აქედან ირჩევა, აქ გადმოდის რძე, აქ გადმოდის ნაღები. აქ ეს გადმოდის გარჩეული რძე, ეს ნაღებია, ნაღებია. ბიო. გატარებული რძე ისხება ლანგრებზე, ლანგრების შემდეგ ისხება ასეთ ჭურჭელში. ჭურჭელში. სადაც მჟავდება. დამჟავების შემდეგ ვათხოვთ, ამას შემდეგ გაჩვენებთ. ამ ჭურჭელში არის სეპარატორში გატარებული, დამჟავებული უცხიმო რძე, რომელსაც ახლა ჩვენ ვიღებთ ქვაბში. და გავათხოვთ ამას და რის შეგაც მივიღებთ ხაჭოს. ხსნით უკვე ჩამოკიდებულ ხაჭოს, რომელიც უკვე გაწურულია, დამინგოხს ლანგაში ჩასაწყობად. სადაც მას მოვზელთ და გავაკეთებთ დაიწყება უკვე კვერები. ასე გამოიყურება ხაჭო. გაშრობის შემდეგ ხდება მისი დაშლა და მოზელვა. გაწურული ხაჭოს ლანგარზე გადმოღების შემდეგაც ვიწყებთ მის ზელვას. და დაახლოებით 20 წუთში ვარკვევთ მარს. 20
ზედის შემდეგ ვაყერთ მაერს ზე. შემდეგ ყავს ზე. ახლა 5 ნაცოტამდე. ახლა კი ვიტყვებ უკვე კვერების შეკვრას. Tam გვაქვს ჯობანს. დევს საჩის თავზე ჩამოკიდებულ ჯობანს. სადაც ხდება ამ კვერების გაშრობა. დაახლოებით 3-4 დღის მერე დევს ხვევში ან ემალის არაში ან სოფლის პარკში. დაახლოებით 2 თვის ან თვენახევრის შემდეგ იქნება ეს უკვე დამბალი. შეიძლება უფრო გაგვიანოს. ეს გაშრობაზე ყველაფერი დამოკიდებული.